საქმის კურსი პირდაპირ ეთერში იწყებს მუშაობას დღეს თავარ ბიზნეს და ეკონომიკურ ამბებს მე ჟურნალისტი ანუკა ჯოხაძე გაგაცნობთ. საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ბინადრობის უფლების აღება მკაცრდება. ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებით უცხოეთის მოქალაქეს აქამდე თუ შეძლო საქართველოში $100,000-ზე მეტი ღირებულების უძრავი ქონება შეეძინა და ამით ერთი წლით საქართველოში ბინადრობის უფლება მიიღო, ახლა ეს ზღვარი $150,000-მდე იზრდება. პარალელურად მკაცრდება კანონი საქართველოში არალეგალურად მყოფი პირების გაძევების კუთხით. ცვლილებები შემოდის უცხოელის დასაქმებასთან მიმართებითაც. თუ უცხოეთის მოქალაქე საქართველოში შეიძენს $100,000-ზე მეტი ღირებულების უძრავ ქონებას, მასზე შესაძლებელია გაიცეს ერთი წლის ბინადრობის უფლება. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სტატისტიკაა, ბოლო 6 წლის განმავლობაში ასეთი ნებართვა მიიღო 16,000-მა უცხოეთის მოქალაქემ ბინადრობის ნებართვაზე მოგზაურობა და დღეს აქედან ეს ბინადრობის ნებართვა დარჩება მხოლოდ და შენარჩუნებული აქვს სულ 3,600 ადამიანს. ამის მიუხედავადაც კი ჩვენ ვზრდით, ცოტათი ვამკაცრებთ საინვესტიციო პირობას და ნაცვლად $100,000-ისა ეს იქნება $150,000 ეკვივალენტი, რომ მეტი ინვესტიცია შემოვიდეს და გამკაცრდეს ეს პირობები. თუმცა ეს არ არის სფერო, სადაც ჩვენ თქვათ დეველოპერებს უნდა დავარტყათ და რაღაც გავზარდოთ არაბუნებრივ თანხებამდე, იმიტომ რომ 3,600 ადამიანი ბინადრობის უფლებით რაიმე საშიშროებას, როდესაც ამაზე აპელირებენ ხოლმე, ნამდვილად არ წარმოადგენს. რატომ სჭირდება ქართულ ბიზნესს უცხოელი კადრები, რატომ ამკაცრებს ქართული ოცნება შრომით იმიგრაციის პირობებს და უცხოელებისთვის ბინადრობის უფლების მიღების პროცედურებს, ასევე რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ ცვლილებებს უშუალოდ ბაზარზე. ნუცა შუბაშვილი ცდილობს შეფასებების მოპოვებას, რომელსაც შემდეგ გამოშვებებში გაგიზიარებთ. ქართული ოცნება მოსამართლეთა ხელფასების მკვეთრად გაზრდას გეგმავს. ინიცირებული ცვლილებებით მოსამართლეების ხელფასები ორმაგდება, რიგ შემთხვევაში კი უფრო მეტადაც იზრდება. შედეგად სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეების თვიური ანაზღაურება $10,000 გადააჭარბებს. კანონპროექტი ეხება საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომლის ამოქმედების შემდეგ მოსამართლეების სახელფასო განაკვეთები ფიქსირებული თანხების ნაცვლად სახელმწიფო ბიუჯეტის საბაზო თანამდებობრივი სარგოთი განისაზღვრება. ცვლილებების შედეგად მაგალითად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ანაზღაურება $7,000-დან $4,600-მდე იზრდება. იგივე ტენდენცია ვრცელდება სხვა მოსამართლეებზეც. ინტერნეტ მეკობრეობასთან საბრძოლველად საავტორო და მომიჯნავე უფლებების კანონმდებლობა მკაცრდება. საკ-პატენტის შემუშავებული კანონპროექტის განხილვა პარლამენტში უკვე დაწყებულია. ცვლილებების ავტორების მიზანია მოხდეს შუალედური მომსახურების მიმწოდებლების პასუხისმგებლობის და მათგან გათავისუფლების საფუძვლების მიღება. საავტორო და მომიჯნავე უფლებების მქონე პირებს ენიჭებათ უფლება შუალედური მომსახურების მიმწოდებლებისგან მოითხოვონ იმ კონტრაფაქციული ასლების დაუყოვნებლივი წაშლა ან მასზე ცნობის შეზღუდვა, რომელიც არ აღვევს მათ უფლებებს. კანონით ასევე განისაზღვრება, რომ შუალედური მომსახურების მიმწოდებელს არ დაეკისრება პასუხისმგებლობა თუ წერილობითი შეტყობინების მიღებისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს შეტყობინების მიღებიდან 24 საათში უზრუნველყოფს მასალის წაშლას ან მასზე წვდომის შეზღუდვას. კანონპროექტი ითვალისწინებს ჯარიმებსაც. რატომ მკაცრდება კანონი, ვის შეეხება ცვლილებები და რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ ცვლილებებს ბაზარზე საავტორო უფლებების სპეციალისტ ადვოკატ ზურაბ ბეჟეშვილთან ერთად შევეცდებით კითხვებზე პასუხების მოსმენას დღეს 15 საათსა და 30 წუთზე. სამშენებლო სარემონტო მასალების და სახლის კეთილმოწყობის ბაზარი იზრდება. გალდენტაკარტის მონაცემებით გასულ წელს სექტორის შემოსავლება $5.7 მილიარდ მიაღწია, 2024 წლებში საშუალო წლიური ზრდა კი 19%-ს აღემატებოდა. კვლევა აჩვენებს, რომ სამშენებლო მასალების სექტორში შემოსავლის უმეტესი ნაწილი ადგილობრივ წარმოებაზე მოდიოდა. სარემონტო და სახლის კეთილმოწყობის ბაზარი კი იმპორტ დამოკიდებული არის, გამოც გლობალური ფაქტორებიდან გამომდინარე ფასების უფრო მკვეთრი ზრდა ფიქსირდებოდა. საინვესტიციო ბანკი მიუთითებს, რომ მშენებლობის ძლიერმა ტრენდმა სამშენებლო მასალებსა და სახლის რემონტსა თუ კეთილმოწყობაზე მაღალ მოთხოვნა შეუწყო ხელი. ამასთან ელიან ზრდის ტემპის გაგრძელებასაც, რასაც ხელს შეუწყობს მთავრობის მაღალი კაპიტალური დანახარჯები, რეკორდულად მაღალი სამშენებლო ნებართვები და უძრავი ქონების სტაბილური რეალიზაცია. რა ტენდენციები და რა მოლოდინებია სექტორში. ელინე გოგბერაშვილი მუშაობს თემაზე და მეტი დეტალით შემდეგ გამოშვებებში შემოგვიერთდება.
დიდი ბრიტანეთის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის ხელშეწყობისთვის საქართველოს ღვინის პროფესიონალების 12 კაციანი ჯგუფი მასპინძლობდა. ჯგუფი ქვეყანას ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის Swire Wine Group-ის ორგანიზებით სტუმრობდა. ბრიტანელი ღვინის იმპორტიორები და ჟურნალისტები ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს ქართლსა და კახეთში ეწვივნენ. თბილისში გამართულ სპეციალურ დეგუსტაციაზე კი ბრიტანელი სტუმრები 16 კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინოს გაეცნენ. დიდი ბრიტანეთი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანა, რომელიც 2014 წლიდან გამოიკვეთა როგორც ქართული ღვინის ექსპორტის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი სტრატეგიული ბაზარი. წელს 5 თვეში გაერთიანებულ სამეფოში $600,000 ქართული ღვინო გავიდა, ძლეურად 5 თვეში კლება დაახლოებით 7%-ია. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით დაიგეგმდა და განხორციელდა ქართული ღვინის ტური ბრიტანეთიდან მოწვეული ღვინის პროფესიონალებისთვის, რომლებიც ესტუმრნენ ქართული ღვინის კომპანიებს კახეთის რეგიონში, დააგემოვნეს როგორც კლასიკური წესით, ისე ქვევრის ტექნოლოგიით დაყენებული ქართული ღვინო. მსგავსი ტიპის ღონისძიებები ხელს უწყობს როგორც ქართული ღვინის, ისე საქართველოს პოპულარიზაციას სტრატეგიულ ბაზრებზე, მათ შორის დიდ ბრიტანეთში. მართლაც შთამბეჭდავია იმ მზარდი ხარისხისა და მრავალფეროვნების ხილვა, რაც დღეს ქართულ ღვინოში შეინიშნება, განსაკუთრებით თეთრ არომატულ ღვინოებში. ასევე თვალსაჩინოა ქარვისფერი ღვინის დახვეწილობა და განვითარება. განსაკუთრებით აღსანიშნავია ქვევრის ღვინოების ჰარმონიული ინტეგრაცია და ტანინი წითელ ღვინოებში, განსაკუთრებით საფერავის შემთხვევაში. ეს ჩვენი სტუმრობის შესანიშნავი დასაწყისია და მოუთმელად ველოდები უფრო მეტი ქართული ღვინის დაგემოვნებას და უნიკალური პროდუქტის ჩვენი ჯგუფისთვის გაზიარებას. ჩვენი კომპანია პირველად მონაწილეობს მსგავსი სახის ღონისძიებაში. ბრიტანელ ღვინის პროფესიონალებს წარმოუდგინეთ სამი სახეობის ღვინო: თეთრი მშრალი წინანდალი, წითელი მშრალი მუკუზანი და ქვევრის ხიხვი. ძალიან მნიშვნელოვანია მათი შეფასებების მოსმენა ჩვენთვის და ვიმედოვნებთ, რომ მსგავსი ღონისძიებები დაგვეხმარება ახალი ბაზრების მოძიებაში. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ევროპის სტატისტიკოსთა კონფერენციის ბიუროს წევრად აირჩიეს. ევროპის სტატისტიკოსთა კონფერენცია რეგიონის ოფიციალური სტატისტიკის მართვის უმაღლესი ორგანოა, რომელიც 56 ქვეყანას აერთიანებს, მათ შორის ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის სახელმწიფოებს. ევროპის სტატისტიკოსთა კონფერენციის ბიურო წარმოადგენს კონფერენციის მმართველ ორგანოს. ის არის პლატფორმა, სადაც მიიღება ოფიციალური სტატისტიკის სფეროში ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. ბიუროს მთავარი ფუნქციებია კონფერენციის სამუშაო გეგმის განხილვა და დამტკიცება, ასევე ოფიციალური სტატისტიკის განვითარების სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრა, საერთაშორისო სტატისტიკური თანამშრომლობის კოორდინაცია, ექსპერტთა და სამუშაო ჯგუფების მანდატების განსაზღვრა, ასევე ახალი სტატისტიკური სტანდარტებისა თუ რეკომენდაციების შემუშავება. ორწლიანი ვადით არჩეული ბიუროს წევრისგან შედგება გოგიტა თოდრაძესთან ერთად იქნებიან ირლანდიის, ესტონეთის, სლოვენიის, ალბანეთის, მექსიკის და ავსტრალიის სტატისტიკის სამსახურების ხელმძღვანელები. ევროპის სტატისტიკოსთა ბიუროში ჩემი არჩევა წარმოადგენს არა მხოლოდ პირად პატივს, არამედ ჩვენი გუნდის მნიშვნელოვან წარმატებას და საქართველოს ვალდებულებას დარჩეს აქტიური პარტნიორი მსოფლიო მასშტაბით ოფიციალური სტატისტიკის განვითარებაში. ეს არის ჩვენი ქვეყნის სტატისტიკის სისტემის საერთაშორისო აღიარება და ჩვენი გუნდის მიღწევების დაფასება. ბიუროში აქტიური მონაწილეობით ჩვენს ქვეყანას ექნება შესაძლებლობა გარკვეული ზეგავლენა მოახდინოს ევროპის სტატისტიკის სისტემის განვითარებაზე და ეს არის უნიკალური შესაძლებლობა უშუალოდ ჩაერთოს საქართველოს საერთაშორისო მასშტაბით სტატისტიკის პოლიტიკის გატარებაზე. საქმის კურსი 12 საათსა და 30 წუთზე ამით დასრულებულია, განახლებული ინფორმაციით 13 საათსა და 40 წუთზე დაგიბრუნდებით.